ერთილო ადამიანებო 2008 წელში მე ვიმყოფებოდი აქ საბერძნეთში ჩემი საქართველოს ომის დაწყებას და მტრის შემოჭრას ტელევიზიით უყურე აქაური საბერძნეთის ტელევიზიით 2008 წელში წინა 3 დღით ადრე იქნებოდა 3-4 რიცხვი რეკავდი ჩემ შვილთან კავშირი მქონდა იმ დღეს მე რო დავრეკე ბოლო დღეს მგონი ასე 4 რიცხვი იყო მითხრა დედა სახში ვარ და ვემზადები რომ ნაწილში წავიდე დამირეკე სასწრაფოდ და უნდა წავიდე ალბათ იცოდა მან რაშიც იყო საქმე მე ალბათ დამიმალა რომ ასე მიდიოდა დამიმალა ალბათ შორს რო ვიყავი ამიტომ და 2008 წელში 10 რიცხვი იყო მგონი კარგად არ მახსოვს 2008 წლის მეუბნება ჩემი ხაზეიკა კირია ელა მოდი ტელევიზორში საქართველოს ამბებია ომია საქართველოში დედა გავგეშტი გავარდი ტელევიზორთან და უყურე იმ დღიდან 1 საათით არ მომისვენია სულ გადმოცემები იყო ამ ომის ამბავზე ამ იმაზე ვრეკავდი ნათესავებში ყველგან მაინტერესებდა რა ხდება ძალიან განვიცდიდი ძალიან ცუდ დღეში ვიყავი ოჯახთან ერთად ვიყავი ექსულთან ერთად მუშაობდი და ძალიან გამიჭირდა ვერაფერი ინფორმაციას არავინ არ მაწვდიდა მარტო ტელევიზიაზე ვიყავი მინდობილი საბერძნეთის ძალიან ცუდ დღეში ვიყავი ძალიან მოცილებული წამოსვლითაც ვერ მოვდიოდი საქართველოში ძალიან დამძიმებული მდგომარეობა იყო მე ცუდად გავხდი ჩემს შვილს დაურეკავს მე თავის მეუღლესთვის რომ დედა მირეკავსო მეო ტელეფონზე და ვერ პასუხობო იმიტომ რომ ის მიხვდება ყველაფერსო რომ მე არ ვარ მიხვდება ყველაფერსო და რა უთხრაო რომ ევიღო ტელეფონი რა უნდა უთხრაო მოტყვილებით ვერ მოვიტყვილებო რა უნდა უთხრაო და ამიტომ შენო დაურეკე და დაამშვიდე რომ ყველაფერი კარგათა ყველაფერი იმათა მაგრამ მე ხედავდი ტელევიზორში საბერძნეთში ყველაფერს აშუქებდნენ ყველაფერს სწორ ინფორმაციას გვაწვდიდნენ და გებულობდი ყველაფერი ინფორმაციას რო ვრეკავდი მე მივხვდი ჩემი საქმე კარგად რომ არ იყო და იყო ბრძოლის ველზე მაიგი წასული ეს უკვე რა რიცხვი არის იმიტომ რომ შინდისის ბრძოლა 11 აგვისტოს მოხდა 11 აგვისტოს მე ახლა 5-ში იყო გამოაცხადა აქ 5-ში რომ საქართველოში დაბრძებული მდგომარეობა საბერძნეთის ტელევიზიამ დაძაბული მდგომარეობა და აშუქებდნენ ყველა დღიურ იმას შეწყმებული იყო საბერძნეთის გადმოცემები და სულ საქართველოზე იყო ლაპარაკი საქართველოს ომზე განიცდიდნენ ჩემი ოჯახის წევრები ბერძნები ძალიან განიცდიდნენ ბევრი რამე დამეხმარეს იმ პერიოდში ამანათებიც გამომაგზავნიან რა ვიცი ბევრი პატივი მცენ რომ იცოდნენ ჩემი ოჯახის ამბავი შეძლებულად არ ცხოვრობდით ხო და ორი ობლები დამრჩა და ყველაფერი პატარები და თითქმის ძალიან დამეხმარეს და გვერდში დამიდგენ რომ მარია არინერულო ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი ასე და ნუ მოხდი ისეთ ოჯახში რომ დღეს მიდგია სული იმათი იმით რომ ცოცხალი ვარ და გადამატანიეს ბევრი რამე მადლობა მარაჩვეულებრივი ქვეყანა საბერძნეთს ამისთვის მე მინდა ისევ ემზარის ისტორია რომ გავიხსენოთ ქალბატონო გენაცვალე საქართველოში რო ყოფილიყავი მე მაგამბავს ისეთი დედა ვიყავი ვერ გადავიტანდი მე დიდი ჯანმრთელობა დავკარგე დიდი ჯანმრთელობა მით უმეტეს იმისას რომ 55 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი ჯანმრთელად ვიყავი და შემეძლო შრომა და ყველაფერი მაგრამ ამ ამბავმა წელში გამტეხა და ოჯახმა ძალიან მეპატრონა ქალბატონ დარეჯანი
ქალბატონ დარჯან, ემზარზე მოგვიყევით თუ შეიძლება 29 წლის იყო 2008 წელს. უმამოდ გაზრდილი და ობლად გაზრდილი ყავს ორი შვილი დამჭა, გოგო და ბიჭი. მეუღლე ადრე გარდამეცვალა. მეუღლე და გავზარდე ობლად. 12 წლის იყო ემზარი და 11 წლის იყო ჩემი გოგო ლია და ობლად გავზარდე. ძალიან თავისი მამა რო გარდაიცვალა, მას დააწვა შვილო ყველაფერი ოჯახში. ყველაფერი დააწვა, მით უმეტეს იმისას პატარა იყო და ყველაფერი ახალდასახლებული ვიყავი და ძალიან განიცდიდა. დედაო, რა უნდა ვქნაო? ყველანაირად ვთილობ, რომ მე რამე ვიმუშაო და რამე ისკვნაო და ბოლო-ბოლოს გადაწყვიტა ჩემი აქ წამოსვლის 2 თვის 3 თვით ადრე ჩაერიცხა სამხედრო იმაში. ხო და მე ის იყო რომ ომი გამოცხადდა და მალე და ყველაფერი როგორ წავიდა. კაპრალი იყო წოდებით ემზარი ხო? კაპრალი. მე მაგას არ ეკუთვნოდა წასვლა, მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობით წევიდა დაამთავრა მაგამ. ლანჩხუთიდან ხართ ხომ ქალბატონო დარაჯანი? ქალაქ ლანჩხუთიდან, დიახ. ცენტრიდან მოცილებული ვარ 2 კილომეტრი. ემზარი ადრე დაქორწინდა როგორც ჩანს. ემზარი ჩემს აქანე ყოფნაში დაქორწინდა. ემზარი მე მატრულობდი რომ მე ნეტა ცოლი მეიყვანე დედა და ყველაფერს ახლა მე მუშაობ, შენც კიდო იმაში ხარ მეუთხარი და ძალიან კმაყოფილიყო, კაი ის შეხვდა ნაწილში, კაი უფროსებს იმაშობოდა, რა ქვია, ემსახურებოდა და კაი დაფასებულიყო, რო ჩამოვედი, ყველასთან მივედი და ყველამ კარგად მოიხსენია. რა თქმა უნდა, შინდისის ბრძოლის შესახებ ლეგენდები დადის, ფილმიც გადაღებულია. ეს არის ერთ-ერთი ეპიკური ბრძოლა საქართველოს ისტორიაში. რა იცით შინდისის ისტორიაზე? თქვენ რა მოგიყო, როგორ მოხდა, როგორ დაიღუპა ემზარი, იმიტომ რომ ლეგენდები ძალიან ბევრია შინდისის ბრძოლის შესახებ. რა იყო ემზარის ბოლო სიტყვები, ბოლო წუთები, როგორ შეგიძლიათ ეს მოგვიყვეთ, გადმოგცეთ, როგორც დედა? ბოლო წუთებში რეკავდა თავისი ამხანაგები თურმე, მე ასე მითხრე მისმა ახლო ამხანაგებმა ურეკავდითო, ყველა წუთში ურეკავდითო, დარიგო დეიდაო, სათხარო, წამოდიო და არავითარ შემთხვევაშიო. მე ჯერ ჩემს გვერდში მყოფ ამხანაგებს ვერ უღალატებ, მერე ფიცი მაქვს მიწებულიო. ზუსტად ვიცი რომ ასეთი ადამიანი იყო, თბილი ძალიან, პასუხისმგებლიანი იყო ძალიან პასუხისმგებლიანი იმას ის რო იტყო და იგი სიტყვა იყო ის უნდა შეასრულებია და შეასრულა ბოლომდის შეაკლა მით უმეტეს რომ ორი ობლები ერთი 20 თვის შვილი დატია და მეორე წლინახევრის ბავშვი მითის მამის სურათები ჩემი სურათები გულის უბეში ქონდა შვილო ისეთი თბილი ბიჭი იყო ძალიან მე არ მიყვის მისგან თავისგან წირვა იმიტომ იყო ასეთი დაბადებული მშრომელი, გულწრფელი, თბილი, ძალიან თბილი იყო, გული წყდება შვილო. ლანჩხუთში გადაასვენეთ ქალბატონო დარეჯან და არ არის თბილისში გმირთა სასაფლაოზე დაკრძალული, რატომ? გადავასვენე, იმიტომ რომ მე იქ ვერ ვივლიდი. გადმოასვენე ჩემი შვილს, მე საფლავს მაინც შევეხუტო მეთქი და გადმოასვენე და ერთად ასაფლავია ჩვენთან. აგარაკის სასაფლაოზე მამის გვერდით ქალბატონ დარეჯან ემზარის შვილებზე მოგვიყევით როგორ განვითარდა ემზარის შვილებმა დაამთავრა ხო რამე პრობლემები ხო არ შეხვედრია იმიტომ რომ ჩვენ ბევრი გმირის შვილის ისტორია ვიცით რომლებსაც არ მისცეს ის შესაძლებლობები რასაც იმსახურებენ გმირის შვილები თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ნამდვილად გულწმაკლია ნამდვილად ბავშვებმა წამოვიდნენ თბილისიდან მეოთხე კლასში იყო გადასულები და წამოვიდნენ თბილისიდან ბინაც კი ქონდა ჩემ შვილიშვილებს მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო გაყიდეს იგი ბინა დედამ გაყიდა და ბავშვს მოახმარა და გული წყდება დღეს რომ ასე ბავშვი წელს ემზადებოდა და ნახოთ გამოცდები ჩააბარა გოგო და დაამთავრა მისი მამის სახელობის სკოლა
და მე ვამაყობ და უფრო მეტად მინდა რომ გამოვცოცხლდე რომ ამ რაც ჩემს შვილს დავაკელი და რაც ჩემს შვილს იგი აგეს მინდა რომ გვერდში დაუდგე და წამოვაყენო ფეხზე და კარგ მომავალს თავდაცვის სამინისტროსთან თუ გაქვთ კომუნიკაცია, ურთიერთობა თქვენ ან თქვენ რძალს, ემზარის შვილებს, რაიმე ტიპის დახმარება თუ ეწევა თქვენ ოჯახს, გარდა იმისა, რომ ალბათ პენსიას იღებენ. აგით მოუხსნეს, ეხლა ასაკში რო შევიდნენ, წლოვანი გახდნენ, მოუხსნეს პენსია და დახმარება და ყველაფერი. ანუ აღარ იღებენ როგორც ომის გმირის მოგვივიდა არაფერს არა ჩემო კარგო და გული წყდება ბავშვებს რა თქმა უნდა დღეს სიღარიბეა საქართველოში და ყველაფერი მეც არ მომეცა იმის საშუალება რომ ჩამევიდე და მე ჩემი შვილის სასაფლაოზე მივიდე და ამ ის დატოვებულ შვილებს შევხედო და მიხედო მით უმეტეს გვიჭირს ძალიან გვიჭირს რითი არსებობს თქვენი დახმარების გარდა რასაც აბერძნეთიდან დახმარები და დედა 6 თვეა წამოსულია საბერძნეთში ათეიშია თვითონ დედა 6 შვილების დედა დიახ ანუ ისიც ემიგრაციაში წავიდა და შვილები რამხელები არიან დიახ და მარტო არიან აგიბ ბავშვები რამხელები არიან ემზარის შვილები შინდისის გმირის შვილები რამხელები არიან რომლებიც მარტო არიან ახლა დარჩენილები ქალბატონო 11 გოგო არის 18 წელი შეუსრულდა და ბიჭ 19 წელი შეუსრულდა ახლა გასაგებია სრულწლოვანები არიან და არ მუშაობენ არ მუშაობენ სად იმუშავებენ შვილო სად იმუშავებენ ისინი ლანჩხუთში ცხოვრობენ, ხო? ლანჩხუთში არიან, მამის, მეო აქედან ბებო არ წავალო. მე მინდა ჩემი მამის რო კერაო, გავაღვიო და მამის სახელი არ შევარცხინო და არიან ჩემთან ოჯახში და რაც შემიძლია ვეხმარები. გასაგებია, ყველაფრის მოსმენა. ქალბატონ დარჯან, რა შეგიძლიათ უთხრათ ახლა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას, თავდაცვის სამინისტროს რა ვიცი, ომის ვეტერანებს და იმ ადამიანებს, ვინც ვალდებული ვართ, რომ გმირების სახელი დავიცვათ და მათი წმინდა ოჯახები შევინახოთ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბიუჯეტისგან დღევანდელი ხელისუფლება დიდ ხეირს ნახულობს, მაგრამ გმირების შვილების დედები, როგორც ჩანს, ემიგრაციაში მიდიან და უმუშევრებიან. დიახ, 6 თვეა წამოსულია ქალბატონი და მუშაობს. მაგას არ უნდა იგი რა ქვია, მე ერთი ზედმეტს ტყილს არ ვიტყვი და ერთმე ზედმეტს არ შემიწუხებია არავინ. ჩემი სახსრებით, ჩემი იმით გავაკეთე ყველაფერი. რაიონმა ის ხელმძღვანელობა მიცის, რომ ჩემი ოჯახი რა მდგომარეობაში იყო. არაფერი დახმარება, ცოტა რაღაცა დამეხმარეს ერთჯერადად და всё, მეტი არაფერი. მე ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, დიდი გაჭირვებაშია მოსახლეობას. მოსახლეობის გაჭირვება მე გულთან მიმაქვს, როგორც ჩემი ოჯახის წევრი, ისე მიყვარს ყველა თითეული ადამიანი. და ვეფერები ყველას. და სახელმწიფოს და ხელისუფლებას რა უნდა უთხრათ? რომ დაეხმაროს ჩვენსავით გაჭირვებულ ხალხს, მეც უკეთეს ვერ იზამს, ჩემი რჩევაა რომ ხალხს შეხედოს და გვერდში დაგვიდგეს, მაგრამ დღეს 19 წელია არაფერი არ გაუკეთებია ჩვენთვის. მე პირადად ჩემთვის და სხვას არ ვიცი. მე რა უნდა უთხრა, ჩემი ჭკუის დარიგება არ ჭირდება მაგას, ყველაფერი იციან, სად რა უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩვენთვის არავინ აზრუნავს. ხალხისთვის. ქალბატონ დარჯან, არც მიიღეთ ჩემი გვერდით დგომა, თანადგომა, ჩვენგან არასოდეს არ იქნება ემზარის სახელი დავიწყებული, არც ერთი ქართველი გმირის, მით უმეტეს შინდისის გმირების. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, მადლობა ემზარისთვის. მადლობა იმისთვის, რომ გმირიშვილი გაზარდეთ, რომელმაც საქართველოს ნამდვილად მე ამაყება და ვამაყობ კიდე, რომ მინდა რომ ჩემი შვილიშვილებიც თბილი არიან, მამის მის თავისით ისურვეს ჩამოსვლა და მე გვერდში დაუდექი. მე არ ვარ ისეთი დედობაც გაუწიო მინდა და მამობაც და ყველაფერი, ბებიობაც და ყველაფერი.
მით უმეტეს 75 წლის. ახერხებთ კიდეც. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო და დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თქვენი იმედი მაქვს, ტელევიზიის იმედი მაქვს, რომ ჩვენს სიმართლეს, ჩვენს თავდადებას, ჩვენი გმირების თავდადებას აფასებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გაიხარეთ სუპელა. მერთმა მშვიდობიანი საქართველო მოგცა და თავისუფალი სიტყვის უფლება. დიდი მადლობა. და ამისთვის რასაც ქვია გჯიან, მაგრამ მე ჩემს სიმართლეს და ჩემს იმას თუ გინდა დამაჯარიმო, თუ გინდა ციხეში ჩამსვა, ჩემთვის მე რაც ვარ დაბადებული, მე მინდა რომ დამინახო სიკეთე და სიყვარული ერთმანეთის. დიდი მადლობა დარეჯან წილოსანი, აგვისტოს ომის შინდისის გმირის ემზარ წილოსანის დედა გვერდთობოდა პირდაპირ ეთერში საბერძნეთში.